ქარიშხალი ხშირად ანადგურებს ამ პატარა მარჯნის კუნძულს. აქ მშრალი სეზონი არ არსებობს, მთელი წელი წვიმს. ბუნებრივი ნოყიერი ბიოლოგიური მასალა ზღვაში ჩაედინება და მიწისქვეშა სამყაროს ქმნის. ამის გარეშე თევზებისა და სხვა ცოცხალი არსებების ყოფნა წარმოუდგენელი იქნებოდა. ზოლიანი თევზები წყლის მცენარეებს მიირთმევენ, რომლებიც ფრინველთა სკორეთი არის განუყიერებული. ამ რიფების ფერადი თევზების წყალობით უნდა ვიფიქროთ, რომ აქ უსაფრთხო გარემოა, თუმცა ასე არ არის. რიფი ღამით შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. იდუმალი გიგანტები ოკეანის ღრმა ფსკერიდან ამოიჭრებიან. მზე ჩადის. ეკვატორზე ყოველთვის სწრაფად საღამოვდება. ეს ფრინველები ჯერ კიდევ ოკეანეში ეძებენ საკვებს. მაგრამ წყალქვეშ ზღვის ცხოველები ემზადებიან დაღამებისთვის. თუთიყუშ თევზა კომფორტულად მოკალათ და დასაძინებლად. როდესაც თევზები თვლემენ, პაწაწინა ზოოპლანქტონთა გუნდი საკვების მოსაპოვებლად ზედაპირზე ამოდის. თუმცა ყველას როდის წინავს. გიგანტური სკაროსები ყოველღამით მინიატურულ თევზებსა და წყლის სხვა ცხოველებს მიირთმევენ. ვერტიკალურად მიცურავენ, რათა მიკროსკოპული ნადავლი ბრტყელ საცეცებში მოიგდონ. უცნაურია, რომ მათ არ აქვთ კბილები, რომლებსაც მამრები იყენებენ დედრებზე ჩასაჭიდებლად შეწყვილების დროს. დილით სკაროსები ზღვის მთავარ სრუტეში გადიან. და რიფი კვლავ სიცოცხლით ივსება. პალმირას მარჯნების მრავალფეროვანი ეკოსისტემა ცივი ოკეანური დინების დამსახურებაა. კრომველის დინება 1000 მეტრის სიღრმით მიედინება. საკვები ნივთიერებები მთელი ეკვატორის გასწვრივ მიაქვს. და პატარა პალმირას მარჯნის კუნძულს გალაპაგოსის დიდ არქიპელაგთან ბიოლოგიურად აკავშირებს. პალმირას თევზთა ჯიშებიც კრომველის დინებით სარგებლობენ და ქვირიც ყრიან. ყველაზე დიდი მოქცევისას თევზები სპერმას გამოყოფენ და კვერცხებს დებენ. კვერცხები კრომველის დინებას მიაქვს. ზოგმა მათგანმა შეიძლება გალაპაგოსის ყველა კუნძული გადაცუროს. ასევე შეიძლება ამ დინებამ ნებისმიერი თევზის ქვირითი წაიღოს. მაგრამ აქ სხვანაირი პირობებია. ამ ტროპიკული რიფების მოყვარულ თევზებს გალაპაგოსიდან მოშორებით მდებარე ცივ წყლებთან შეგუება უწევთ. აქ მარჯანი ნაკლებადაა, ასე რომ იძულებულნი არიან დიდი თევზების მიერ დატოვებულ ნამცეცებს დასჯერდნენ.